გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. წამოვალ ისევ ხაზარაძის მივადგები. აბა ვის მივადგე? აბა ჩვენი ოპოზიციური სპექტრი არ იცვლება. ერთი და იგივე ანტიპატიური სახეებია და ეჭვი მაქვს ასე დიდხანს გაგრძელდება. რატომ გაგრძელდება? იმიტომ რომ ახალი ზალის გამოჩენა ბუზის ტოლადაც არ ჩანს. როგორ მინდა ახალი სახეები, ახალი ძალები რომ გამოჩნდნენ. ჯერთი ახალი სახე, ახალი სისხლი კარგი მოვლენა იქნებოდა. მეორეც იქნებოდა მართლა ვიღაც კონსტრუქტიული გამოჩნდეს. ქართულ ოცნებას რომ ღირსეული კონკურენტი ყავდეს, რომელთან პაექრობაც მე არ ვამბობ უაზრო ბრძოლა. დიახ, პაექრობაც უფრო მნიშვნელოვანი და აზრიანი იყოს. აბა მათ ვინც დღეს არიან რუსულ რეჟიმთან ბრძოლის გარდა ვერაფერი მოიფიქრეს. ეს რუსული რეჟიმი პირზე აკერია ყველას. ნაცებს, გვარამისტებს, ლელოს, გახარიანელებს. ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მიმართულება, ერთი და იგივე ნარატივი. ყველა ერთი მესიჯ ბოქსიდან იკვებება და მე ერთმანეთს აძლევენ გადასაწერად. თუმცა გადასაწერი არაფერია. ერთი და იგივე რუსული რეჟიმი. ვერ იაზრებენ ეს უნიათოები, რომ არ ჭრის ეს გზავნილი რუსულ რეჟიმთან ბრძოლა და იმიტომ არ ჭრის, რომ რუსული რეჟიმი როგორც ასეთი არის მხოლოდ რუსეთში. ამდენი ტვინი არ უდევთ თავში, რომ რაღაც ახალი, რაღაც საკუთარი თქვან და პოპკა დურაკებივით იმეორებენ რუსულმა რუსულს. და მათ შორის ჩვენი გამოჩენილი ქართველი როტშილდი, კაცური კაცი ხაზარაძეცაა. ერთხელ უკვე მოგახსენეთ, რომ ხაზარაძე ძალიან მაღაზიანებს. ხაბეიშვილი, ჭიჭე, ანი წითლიძე, თვით ნუგზარ ციკლაური არ მაღაზიანებენ, იმიტომ რომ ისინი გაქანებული ნაცები იყვნენ არიან და მუდამ დარჩებიან ნაცებად და ხაზარაძე კი მაღაზიანებს. როდესაც წითლიძე, ჭიჭე და მისნაირები რაღაც სიბრიყვეს როშავენ, ეს ჩემში ჯანსაღი სიცილკისკისის გარდა არაფერს იწვევს. და როდესაც ხაზარაძეს იგივეს ლამის სიტყვით იმეორებს და ამას როგორც ნოვაციას და ახალ აზრს გვთავაზობს, აი ეს იწვევს ჩემში მიუღებლობას. ტიპი თვალებში გვიყურებს და ტყუის. ერთმანეთისგან საპირისპირო აზრებს გვთავაზობს და გონია რომ დაუჯერებთ. ანუ ჯერ ამბობს რომ კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში. მგონი მკაფიოდ გითხარით რომ არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ და მერე კი აცხადებს რომ ქვეყნის გათავისუფლება თბილისიდან უნდა დაიწყოს და ეს რას ნიშნავს? თბილისის გათავისუფლებას როგორ მოიაზრებს, რომ ლელოს გმირები ოცნებას დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით და თუ საჭირო შეიქმნება თვით ხაზარაძეც კალაძეს ყელში დაეტაკება? განა ამას აპირებს? არამც და არამც. ის აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიღებას და მოგებას. დიახ, მოგებას და მერე თბილისის გათავისუფლება დაიწყება, მართალია ვერ ხვდები რისგან აპირებს გათავისუფლებას. ალბათ ზედმეტი ფულისგან. მაგრამ რაც თავარია, თბილისის არჩევნებში მონაწილეობის მიღება განას ჩვენი პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას არ გულისხმობს? არა, მამუკა ხაზარაძე ჭეშმარიტი ოპოზიციონერი. ჭეშმარიტი ოპოზიციონერი, ვინც ქვეყნის პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტისა და სუსის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ის არც მოახლოებულ არჩევნებს უნდა აღიარებდეს და დემონსტრატიულად არ უნდა იღებდეს მათში მონაწილეობას. აბა რა გამოდის? არალეგიტიმური მთავრობა ლეგიტიმურ არჩევნებს ნიშნავს? სადაა ლოგიკა? ისე გახარიაც მეახლოებით ამ მიმართულებით აქნევს კუდს, ოღონდ გაცილებით უფრო ფრთხილია. პარლამენტიდან ოფიციალურად არ გამოდის, ანუ სიებს არ ხსნის და ეს განა იმას არ ნიშნავს, რომ ის პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს და თუ არ აღიარებს, რატომ არ ხსნის სიებს? ისიც ხომ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მოგეთ გახარიათ ძალიან გაურკვეველ თამაშს თამაშობს და ხაზარაძე კი პირდაპირია ვითარცა მისი გეგელია. ისე კი დიდო ბანკირო გრიგოლ გეგელია რომ გეყოლება პარტიის ლიდერი და სპიკერი, როგორი მოწყვეტილი ყოფილხარ რეალობას, როგორ არ იცნობ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, როდესაც გჯერა რომ გრიგოლ გეგელიას გამოჩენა ჩვენში ამ მრჩევლებში იწვევს ნდობას და სურვილს, რათა უახლოეს არჩევნებში შენ მოგცეთ ხმა, შენ გეგელიას და
სამადაშვილს. დიახ, ხმა მოგცეთ, რადგან რუსულ რეჟიმთან მებრძოლთა შორის შენ ხარ ყველაზე ჭეშმარიტი მებრძოლი და მხოლოდ შენ ჩვენო მამუკა შეძლებ კრემლის ჭეშმარიტად დამარცხებასთანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ წითელ მოედანზეც და გეგელია იქნება შენი შუამავალი. აბაჰე და აბაჰო, აუცილებლად მიიღე არალეგიტიმური მთავრობის ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა და შეგერგება. შეგერგება და ხალხი, განსაკუთრებით კი შენი ბანკის ბედნიერი მეანაბრეები სიხარულით დაგედევნებიან. დაგედევნებიან და შეიძლება დაგეწიონ კიდეც. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.